ოკუპირებული აფხაზეთის ბანკმა გამოუშვა სამახსოვრო მონეტა აბსხა ლეონ, რაც მეფე ლეონს ნიშნავს. ოქროს მონეტა 25 აბსარის ნომინალით გამოვიდა ტირაჟით 300 ცალი. როგორც აფხაზური პრესა იუწყება, მხატვრობა რუსლან გაბლიას ეკუთვნის. ნომინალის რევერსზე გამოსახულია მეფე ლეონი, ავერსზე აფხაზეთის სამეფოს რუკა ქალაქებით ანაკოფია და კუეტეში. აქვე დახატულია ღია ხელის გული. აფხაზური მხარის მიერ ფულის ერთეულის გამოშვება პირველი შემთხვევა არაა. საზოგადოებას ახსოვს რამდენიმე წლის წინ ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით გამოცემული კუპიურის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი. თავისთავად ეს არის საკვირველია რუსული პროპაგანდის ნაწილი და თქვათ აქ მხოლოდ აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობაზე არ არის საუბარი, რასაკვირველია მათ გადაწყვეტილებაზე. იცით რა შესაქმე, ეს არ არის პირველი შემთხვევა. უკვე მე რამდენია, მე მგონი მე-20 თუ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ეს უკვე სტატისტიკაა სამწუხაროდ. უკის დატანა ეს უკიდევ უფრო ამძინებს სიტუაციას. იმიტომ რომ თქვენ ნახავდით ალბათ რომ მთელი დასავლეთ საქართველო ჩრდილოეთით რაჭის ჩათვლით მოკლედ სრულად არის ეს ყველაფერი იცით რა არის ერთი მხრივ როგორც ისტორიკოსისთვის ეს თითქოს სასაცილოც არის, მაგრამ არანაირად არ გვეცინება ამაზე, იმიტომ რომ ქართველებს შუა საუკუნეებში აფხაზებს ეძახიან. აფხაზთა მეფეებად არის ყველა მოხსენებული, აფხაზთა დედოფლებად ვართ მოხსენებული. ქართველი ნუმიზმატების აზრით მონეტის ამ სახით გამოცემით ცალსახად ისტორიის გაყალბებასთან გვაქვს საქმე, რის მომსწრეთ არაერთხელ ყოფილვართ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში. მთავარი უბედურება არის ის, რომ მათ ამ ყველაფრის უკან დგას ისტორიის გაყალბების მცდელობა. ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც შეიძლება მათ გააკეთონ და ეს ჩვენ დასაუბედუროდ წარმატებით გამოსდით, იმიტომ რომ ნუმიზმატიკა არის ერთ-ერთი ისეთი წყარო, რომლის გაყალბებაც ფაქტობრივად ნიშნავს მთლიანად ისტორიის გაყალბებას, იმიტომ რომ ყოველთვის მონეტის უკან სახელმწიფო დგას. ფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ბრძოლა, სამეცნიერო ბრძოლა გამოსაცხადებელი და ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ სამეცნიერო გამოცემები, პუბლიკაციები და ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ ამ მიმართულებით.